მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ტრეინინგ მოდულის სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა განხორციელება დაიწყო. ტრეინინგების მიმდინარეობას ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნო. ტრეინინგზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ბულინგისა და ძალადობის გამოწვევ მიზეზებსა და სახეებს და კონფლიქტის მოგვარების გზების ცოდნის მნიშვნელობას ბულინგის პრევენციისთვის. ტრეინინგის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს შეეძლებათ სკოლასა და საზოგადოებაში ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა. მთლიანობაში 334 პედაგოგი გადამზადდება. ამჟამად ტრეინინგი უკვე გაიარა 175 მასწავლებელმა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დიდი ნაწილი გაივლის ამ ტრეინინგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გარკვეულწილად ჩვენს მიერ ჩატარებული ტრეინინგი, მათ მიერ ათვისებული ეს თემა ხელს შეუწყობს შემდეგ სკოლაში ამ პრობლემების გარეგულირებას. ტრეინინგის განმავლობაში ძალიან ბევრ კვლევას ვამუშავებთ, თუ როგორია ბულინგის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში, ვისაუბრებთ ტოლერანტულ გარემოზე, ვისაუბრებთ კონფლიქტების მართვაზე, სტრატეგიაზე კონფლიქტების გადაჭრის და ყველა იმ თემაზე, რომელიც ამ მიმართულებით სკოლაში სამუშაოდ არის საჭირო. აი ამ ტრეინინგის საშუალებით ჩვენ ვისწავლით, თუ როგორ უნდა აღმოფხვრათ სკოლაში ბულინგი, რა მეთოდები არსებობს ზოგადად და აი ეს მეთოდები როგორ უნდა მივიტანოთ სკოლაში და ის ბულინგი რაც საკლასო გარემოში არსებობს ეს ბულინგი ზოგადად იქნეს აღმოფხვრელი და რა თქმა უნდა ტოლერანტულ განვითარებას შეუწყოთ ხელი.